გორის უნივერსიტეტი ახალ სასწავლო წელს ახალი კადრებით შეხვდა. ყოფილ რექტორს პროკურატურა თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან 3 წლით საჯარო სამსახურში მუშაობის აკრძალვა ემუქრება. სანამ ზაზა ცოტნიაშვილი თავის სიმართლეს დაამტკიცებს, დახურული სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული ყოფილი რექტორი უნივერსიტეტებში ლექციებს კითხულობს. გორში რექტორის მოვალეობას კი საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ყოფილი უფროსი ასრულებს. გორის უნივერსიტეტისთვის 2010 წლის ზაფხულის სეზონი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. თანამშრომელთა დიდ ნაწილს შვებულების პერიოდში დაკითხვებზე სიარულმა მოუწია. 2 თვის განმავლობაში აღნიშნულ სასწავლებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. რექტორის მოვალეობის შემსრულებლად საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ყოფილი უფროსი გიორგი სოსიაშვილი დაინიშნა. 6 აგვისტოს გორის უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა ზაზა ცოტნიაშვილმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა დაკავებული თანამდებობა. ზაზა ცოტნიაშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. თავად ყოფილი რექტორი ოფიციალურ ინტერვიუზე არ თანხმდება და მხოლოდ Facebook-ის საშუალებით დასმულ შეკითხვებს პასუხობს, იმასაც ნაწილობრივ. მე განცხადება დავწერე და წამოვედი რექტორის პოზიციიდან. ამის გაკეთებას ომის შემდგომ უკვე ვაპირებდი, მაგრამ ვერ მოხერხდა, რადგან ჩემთვის პროფესორის საქმიანობა გაცილებით საინტერესოა. ახლა ვარ ლექციების კითხვით დაკავებული გორის და თბილისის უნივერსიტეტებში. არ მაქვს ინფორმაცია ადმინისტრაციაში მიმდინარე პროცესებზე. სამწუხაროდ ამის მეტი სათქმელი არ მაქვს. ზაზა ცოტნიაშვილის აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება უნივერსიტეტის 2 თანამშრომლის, საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსისა და შესყიდვებისა და სამეურნეო განყოფილების ხელმძღვანელის დაკავებას მოყვა. სტეფანე მარიამიძისა და რუსუდან ელიაშვილის გარდა საქმეში კიდევ ერთი პიროვნება ირაკლი შოშიაშვილი ფიგურირებს, რომელიც ერთ-ერთი ინდმეწარმე და ამავე დროს რუსუდან ელიაშვილის დეიდაშვილია. ზაზა ცოტნიაშვილის დანაშაულებრივი ქმედებები სწორედ მათი აღიარებითი ჩვენებების შედეგად გამოიკვეთა. ბრალიერება მასში, რომ მან ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ. სასამართლომ გითხრა, რომ ეს საქმეები ეხება ამ 4 პიროვნებას, ანუ მათ შორის ზაზა ცოტნიაშვილის და უკვე დადასტურებულია, რომ ამ ადამიანს შეფარდებული აქვს გირაო 5000 ლარი და ჩამოთვლილია რამოდენიმე ეპიზოდი იმ დანაშაულისა, რომელიც ჩაიდინეს ამ კონკრეტულმა ადამიანებმა. საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ადამიანის უფლებათა გორის ცენტრი დაინტერესდა, რომელმაც კონკრეტული ეპიზოდების შესწავლის მიზნით სასამართლოდან ოფიციალური დადგენილება გამოითხოვა. საუბარია ძირითადად კომპიუტერული ტექნიკის შეძენის დროს ანგარიშ ფაქტურების გაყალბებაზე. რუსუდან ელიაშვილი იყენებდა ერთ-ერთ ინდმეწარმის ბეჭედს და დოკუმენტაციას, ვითამდა უნივერსიტეტი ამ ინდმეწარმისგან ყიდულობდა კომპიუტერულ ტექნიკას. რუსუდან ელიაშვილი ამ ბეჭედს იყენებდა და შესყიდვების დეპარტამენტი ახდენდა დოკუმენტურად ნასყიდვების ხელშეკრულების გაფორმებას. შემდეგ უკვე უნივერსიტეტიდან თანხის გადარიცხვის შემდეგ თანხის მიმღებს გამოჰქონდა ეს თანხა და პრაქტიკულად უკან უბრუნებდა უნივერსიტეტის რექტორს, უკან უბრუნებდა ნაღდი სახით. და პირდაპირ ეპიზოდებში აღნიშნულია, რომ ისინი თანხას ერთმანეთში ინაწილებენ. დადგენილებიდან ცნობილი ხდება, რომ სამივე მათგანმა დანაშაული აღიარა. აღნიშნულ პირებს 6 წლიანი პირობითი სასჯელი აქვთ დაკისრებული. ეს ვიცავდი ირაკლის და ქალბატონ რუსუდანს და ორივეზე შევთავაზეთ 5-5000 ლარი. პროკურატურა ამ წინადადებაზე არ დაგვთანხმდა, იმიტომ რომ იმ ეტაპზე იყო მთელი რიგი გარემოებების გამოსაკვლევი, გამოსარკვევი, მასალები მოსაძიებელი. რაც შეეხება ზაზა ცოტნიაშვილს, სასამართლო მას სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებას, რომელიც ვრცელდება საჯარო მოხელეებზე და იმ პირებზე, რომლებიც ახორციელებენ საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას. აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე. ყოფილ რექტორს Facebook-ის საშუალებით ამ საკითხის დადასტურება ან უარყოფას ვთხოვეთ, თუმცა კითხვაზე პასუხი იყო უკომენტაროდ. გორის უნივერსიტეტში რამდენიმე თვის წინ კომპიუტერულ განყოფილებაში გაჩენილ ხანძარსაც იხსენებენ და მას აღნიშნულ თემას უკავშირებენ. ახალი კომპიუტერების შეძენა სწორედ ხანძრის შედეგად მიღებული ზარალის შემდეგ მოხდა. ზაზა ცოტნიაშვილის საქმეზე სასამართლომ სხდომები დახურა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ განაჩენი გამოტანილი ჯერ არ არის. კომპიუტერული ტექნიკის გარდა სამართალდამცავები გორის უნივერსიტეტთან დაკავშირებულ კიდევ ერთ საქმეს იძიებენ. ამჯერად საუბარია ომის დროს დაზიანებული პირველი კორპუსის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხების გახარჯვაზე. ნინო ჩიფჩიური სპეციალურად მრავალკუთხედისთვის გორი.